გამომგონებელი ვასოს მილიარდერი მეგობარი. ამ ქვეყანას რა უთხარი თორე ჩემნაირი გამომგონებლები სანთლით საძებნები არიან. სანთლი. იყო დიდი გემი, მოიფიქრე პატარა. აგერ ბატონო, დადგავ ტკბები. ნატურა იყო ჩოლერო და ასხივებდა ზემოდან, გაუკეთე ქუდი, ესე ასხიებს. მეტი რა გავაკეთო? რა ვქნა, ტელევიზორი ქონდა ჩამოკიდებული კედელზე, დასადგამი მოიფიქრე. მეტი რა გინდათ, მაგრამ არ მაფასებენ. არ მაფასებენ. ეს ბტყელტუჩა რას დავაგდი აქ კიდე? ბტყელტუჩა. მოდი ეს ბტყელტუჩა იყოს გრძელტუჩა. გრძელტუჩა და ძალიან გრძელი ტუჩი ექნება. ძალიან გრძელი და 19 მეტრიდან შეგიძლია ლურსმანი ამოიღო. კი ბატონო. 19 მეტრიდან შეგიძლია ლურსმანი ამოიღო. ბატონო. აჰა, ფორმულებს მივხედოთ. 100 + b + c. ჩემო, განათლებულო, დაისვენე შვილო, დედას ფანჯარაში შემოტყორცნილო, ზისხივო. რა თქვი დედა ეხა? დედა ფანჯარაში შემოტყორცნილო, ზისხივო, შეხა შვილო. იდეა დედა. დაწერე შვილო. ზისხივი სატყორცნი აპარატი. აი შენგენ. წარმოიდგინე რამდენი სახლია, სადაც მზე ვერ აღწევს ზისხივი. სტყორცნის მეპატრონე და სახლი განათდება, გენაცვალე შვილო, ზისხივი სატყორცნი. ზისხივი სატყორცნი აპარატი. დაისვენე შვილო, დაისვენე. დავისვენე დედა. გენიოსი ხარ შვილო. ეს რა ფორმულებია, რა წერა ხარ? ეს არის დედა ფორმულების გასაუქმებელი აპარატი. ხო არსებობს ფორმულები? ეს არის გასაუქმებელი აპარატი. რო აღარ არსებობდეს, აბა. აი შენ გენაცვალე შვილო. მე მგავხარ შვილო, მე მგავხარ თორე აბა. მამა შენი შტერი იმას ხوار დაემსგავსებოდი. ყველაფერი შეხედე, გადახედე დედაკო, ჩემი ნამუშევრებია სულ ყველაფერი, მაგრამ არ მიფაძებს, ეს სახელმწიფო არ მიფაძებს. დაგიფასდება შვილო. სახელმწიფო შენთან არავინ არ არის. არავინ არ არის. მაგრამ ცოტა ნერვიულობს სიმართლე გითხრა დღეს. რატო შვილო, რაღაცა ისი არ მომწოხა, რაღაც აღზნებული ხარ, თითქოს გაგიზიანე, რაზე ფიქრობ? ჯემალი ჩამოდის. ჯემალი რომელი? ჯემალი ჩემი ჯგუფელი იყო გამომგონებელი. შტერი, შენგან რო იწერდა რაღაცა. შტერი, სუთა შტერი. ამერიკაში წავიდა ეგ შტერი. Google-ში მუშაობს. კაი რა. რა ის მაგან Google. მე უთხარი დედა Google ეწერა. მე უთხარი Google დაწერეთ. ორიო. მისი ვაფიქრებული. შენი შვილო თორე იმა რა იცოდა. აი მე გეთქვა. მოპარა, იდიენე დაიწყო ხა Google-ში მუშაობა. კაი კაცო, მაგას არაფერი არ გამოვა, ჩერჩეტი იყო, მაგრამ ისე ვითამაშოთ, რომ ვითომ რაღაცას წარმოადგენს. რაღაცას გავამზადებ ეხლა მე თუ მოდის ის ბიჭი. გამზადებულია დედა ყველაფერი. სად? უხილავი სუფრა არ გამოვიგონე მე გუშინ წინ. გადახედე. ბაჟე გამისინჯერეთ ეგერ უხილავი გასინჯე. ბაჟი აქ არის. უხილავი ბაჟი აგერ შემწვარი წიწილა აგერ ბჟიტი ტყემალში ყველაფერი იმერულად სულ ყველაფერი. მოიცა ტყემალი სად არის? სად იქნება? ტყემალი არის ყოველთვის კუთხეში. აი შენ გენაცვალოს დედა შვილო. მაგთა და ეს კარგი უხილავი სუფრა ხო, მაგრამ ის ჭკვიანი ტუალეტის ქაღალდი რო გამოიგონე, ის სად არის შვილო? ჭკვიანი ტუალეტის ქაღალდი ნამეტანი ჭკვიანი გამოდგა და აღარ კადრულობს ეხლა. რას ქვია? რატო? აი ესე გამიუკმა იდეა. არა. მომბძანდით. მოვიდა. მობძანდე? მე მეგონა თავისით გაიღებოდა ვასილ. რაღაცა ხო უნდა დამეტოვებია მექანიკური ჯემა. როგორ ხარ? შემოგარშობავ. მომბძანდით. კარგად რა ვიცი. ეს რა არის? არ თქვი ხა ჩემი გამოგონებები მაქვს ამ ჩანთაშიო. ჩემი გამოგონებები სულთან და მაქვს ვასილ რა. დავზანდი ჯემა, აგერ უხილავი სუფრა მოვიფიქრე, გუშინ წინ და მივთვი რაც გინდა. ხემალი აკეთებს რა თქმა უნდა. იქით კუთხეში ხემალი. კი ბატონო, ძალიან კარგი. გაიხარეთ. აბა რა ხდება, როგორ მიდის საქმეები? Google-ში. მე ძირთადად კალიფორნიაში ვარ. Silicon Valley თუ გაგიგიათ იქ მუშაობ. რამოდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობ და Silicon Valley? ვასო. შენ არ იძახდი შვილო რომ გამომგონებელიაო და ეს რაღაც სილიკონების იმაშია დისტრიბუციაში. გადაგავ, წვალობთ, რას ვიზავ, წვალობთ. არა, თათიადეი და როგორ გეკადრებოთ? ალბათ ხუმრობთ, ხო? Silicon Valley ეს მსოფლიო მნიშვნელობის მაღალ ტექნოლოგიური ზონაა და იქ მუშაობ. მაღალ ტექნოლოგიური. რაღაცა დედა ეხლა ამერიკელებმა რაღაცა ხო უნდა მოიფიქრონ დედა კარგი რა. ნუ კარგით, გვეყო ჩემზე საუბარი. შენ რა შვები ვასილ? ხო იცი მე შენი გამოგონებები როგორ მიყვარს, აბა? რაზე მუშაობ, ახალი რა გაქვს? ახლა მუშაობ ჩემო ჯემალ ძუძუს დანგრატზე. ოჰო. ძუძუს დანგრატი. როგორია? ჯერ სახელი როგორ ჟღერს? რას ამბობ? აი შუახანს გადაცილებული მანდილოსნები ხო არიან და პატარა დანგრატია. შეუდგავ და პულტით ესე დააწვევი
დააწები დააწები ბოლოში აბა გენაცვალო შენ გემოზიაყენებ შენ მეტისთვის უნდა მიგეღწია შენ ვასილ მეტისთვის ესე მუშაობ მაგრამ ამ ქვეყანაში პატრონი არ არის არა უშაშილო შენი დროც მოვა არინერულ ეს ხო გენიოსი მყავს გახსოვთ ამის გარო მიწერდით დავალებებს ხო აბა ცხოვრება აღარ შემიძლია უკვე აღარ შემიძლია მომეხმარე მაინც გამომართვი მაინც თამარს გაუმარჯოს თამარ გააჩნდა თამარ გაიცანი ჩემი მეგობარი გოგლედან ჯემალია ჩემი მეუღლეა თამარი გაიცანი გამომგონებელი აბა რა ერთად მუშაობდით ოდესღაც აჰა ესეც უსაქმურია ანუ შენსავით ხო სასიამოვნოა სასიამოვნო ჩემთვისაც თქვენი ცოლიც ალბათ ხუთ სამსახურში მუშაობს ხო არა ჩემი ცოლი არსად არ მუშაობს მე მაქვს დიდი შემოსავალი ანაზღაურება ანუ და საერთოდ არც ერთ სამსახურში არ მუშაობს არა დედა ბედნიერი თქვენი ცოლი მოიცა ხა მაგით რა გინდა რო თქვა რომ შენ არ ხარ ბედნიერი ვერ გავიგე და უბედური ხარ თუ რა არის ვერ გავიგე ბიჭო ხუთ სამსახურში მუშაობ ყოველდღე რანაირად უნდა მიყო ბედნიერი შენ არ ამბობდი კაცო მე ხუთ სამსახურში მუშაობ და ბედნიერი ვარ არ ამბობდი მაგას ეგ იმიტომ თქვი რომ 7-ში მუშაობდი და 5-ში რო გადავედი ხუთ სამსახურზე მაგითო გავხდი უცებ ბედნიერი გომიჩელება ბედნიერი ხო იყო დედა იცოდე ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აფერხებს შენი ძალი კარგი რა კარგი თამუნა ნუ წუწუნებითო მართლა რაღაცა საკეთებდი რაღაცა ორ მაკაროს მოიტან და ამას ეძახი რა ული ამას უყურე ერთი რა გაჩუმდი ერთი კაცო ხო ისა გენაცვალი აბა კიდე რა გამოგონებები ხო გამოგონებები კიდე მაქვს ესეთი გამოგონება მზის ბატარეა რომელმაც $1,000,000 მომიტანა იცით რას ლაპარაკობ ეს მზის ბატარეა რა იგივეა და რაც პულში და უბრალოდ ცოტა გძელია ხო მაგრამ მზის ბატარეა ხო მაგრამ გამერაშრება მე ეს ბატარეა ანუ რო დაღამდება მოიღრუბლება ამინდი თვითონ მე რა ხდება როგორ ნათდება მზის ბატარეა არის ანუ არ არის არაფერი ანუ და ამან რო კაცის ზურგის საფხანი ჯოხი მოიგონა ეგ არის მსოფლიო აღმოჩენა და გამოგონების მწვერვალი ხო თამარ ახლა შეურაცხყოფას დუმაყენებ ერთ-ერთი ჯოხი არ იყო ბოლოში ქონდა ასეთი ხელი ხო ასეთი ხელი იყო ბოლოში ხო რომ მოგებხანება კარგად იფხან გერაცოლე უკანას ახლა არის ხო თუდი გამოგონება დედიკო იცი რა ვფიქრობ კიდე კაი რო ამვითომ გამომგონებებს არ გაყევითო რა ეს აწყობილი ცხოვრება ხო ჩამოგვეგრეოდა შვილო თავზე აბა ხო ვიღაცეებისთვის რო დაგეჯერა შეხედე ბავშვს რა ფორმულები უწერია რა არის ეს თუ იცით რა არის თუ იცით ეს რა კალენდარი კალენდარი ხო კალენდარი ჩვეულებრივი კალენდარი ეს არის ყოღოების გამანადგურებელი ხელსაწყო გენიალურია მოიცა ერთი წუთით ახლა ანუ რამე სუნს უშვებს თუ ხმარ და ხობს ყოღოებს თუ რა არაფერს სუნს არ უშვებს დააგვირდი დეკემბერი ბატონო იანვარი და თებერვალი მორჩა 3 თვე აქვს სულ დეკემბერი იანვარი თებერვალი კიდე დეკემბერი იანვარი 12 თვე არის დეკემბერი იანვარი თებერვალი აბა მე სად გინახავ დეკემბერი იანვარი თებერვალში ყოღო გაქრება თუ რა ყოღო აღარ არის ამას მოფიქრებ არ უნდა მოდი ჩემო ჭკუის ყოლოფო რა თქვი დედა ჩემო ჭკუის ყოლოფო დედა ჭკუის ყოლოფები რომ მოვიგონოთ პატარ-პატარები დე მიაწერე შვილო უტინო ხალხისთვის რას ამბობ მიაწერე მთელი პარლამენტი ჩემი კლიენტი იქნება სად არის პასტა ეს ჭკუის პატარა ყოლოფები ჩვენთვისაც დავიტოვოთ შენთვის და დედა შენისთვის გასყედით ბოგმიანებო 10-20 ხედავ დედა ახლა მოვიგონეთ და უკვე დაიტაცა ხალხმა 10-20-ო შეგვეთა მოცა ხო რიგი დაიკავეთ რიგი შურიანებო ვასო აღარ მოგბეზრდა ეს უაზრო რაღაცეების წერა და გამოგონებები აღარ შემიძლია უკვე აღარ შემიძლია ფეხები მაგ დასიებული უკვე ხუთ სამსახურში ძალიან ხო ეხლა ნუ რაღაცა მოიფიქრე და ფული შემოიტანე ოჯახში აღარ შემიძლია შეგეუბნები ერთი წამი დაწნადით საქმიანი შემოთავაზება მაქვს ვასილთან ბოდიში ამას აქეთ გადავდებ ვასილ მინდა სილიკონ ველზე ჩემი მარჯვენა ხელი იყო და შემოსავალი გექნება $20,000 ნუ იცი ცოტა თვეში კი მაგრამ ეს თავიდან და მე უკვე მოიმატებს ნელ-ნელა დაფიქრდი შვილო $20,000
გეხვეწები, უარი არ უთხრა. ფიქრობ შეშობედა. უარი არ უთხრა, გეხვეწები. აღარ შეგისრულებ, ოღონდ უარი არ უთხრა. კარგად დაფიქრდი. ესე იგი რა გამოდის, ესე იგი, კარგით მაშინ მე ჩავაწყობ. დათანხმდი? დამდად მოვიფიქრებ, ფიქრის პროცესში ვარ. ესე იგი მე ყველაფერი დამჭირდება, ჩემი გამოგონებები უნდა წავიღო. ესე გრძელტუჩა დამჭირდება, კალენდარი დამჭირდება, მზისხივის საწორცნი აპარატი აუცილებელია. საფხანიც თქვენთან ჩავაწყობ ამით. ვასილ, ბოდიში, უნდა გითხრა რა, იქ ცოტა მნიშვნელოვანი საქმეები გველოდება და ესეთი სისულელების ადგილი ფიზიკურად არ გვექნება, ანუ ესეთი გამოგონებები არ გვჭირდება. მივხვდი? არ გვჭირდება? ხო, ესეთ სისულელებს უბრალოდ იქ არ ესაქმება არაფერი. ანუ ეს მზისხივის საწორცნი აპარატი არის სისულელე და ილონ მასკმა რომ მოიგონა რაღაცა ტესლა თუ რაღაცა დებილობა ეგ არის საქმე? მაგას მეულები შენ? თუ რა არის? ჩემი გამოგონებები გააკარწყლე თუ რა არის? ნუ ეხა ძუძუების ტანკრატი მომეწონა, მაგრამ ვერ წავიღებ ფიზიკურად. ვერ წაიღებ და გამწარდი აქედან. კაი, ვასო. გაეთრია ჩემი სახლიდან. შენ რა გონია? აქ ჩამოვიდა ბიჭი გოგლედან. აბა აქედან ჩქარა. გოგლი აქედან. ეს კარები თავის უნდა იღებოდეს. ვასო! აიმუნი ეს. შენ გააფრინებ გასუჩი. გასუჩი უარი. რაზე თქვი უარი? დაგრატი დამეწუნა მუსილისო მამა. ნორმალური ხარ. იცი სამანთავის საქმე. ნორმალ გაჩუბი შენ ქალო გადი აქედან. რაზე თქვი ბიჭო უარი $20,000 გექნებაო თავიდან და მე გაგეზრდება კალპაკედა. მაგაზე თქვი ვასო უარი. ინინო გაგუნე გეხვეწები. კიდევ უნდა დავიმატო 1-3 სამსახური და 8-ში უნდა ვიმუშაო თუ რა გავაკეთო. აი დედა, სოლის დასადუმებელი აპარატი, ჩაულებელია. რატო გააკეთე? რატო დასახვეწია. რატო უთხარი? გეთქვა თანხმობა ხოშე. დასახვეწია, ცოტა დასახვეწია დედა. ცოტა დასახვეწია, მაგრამ კარგია. ხო შეიძლებოდა არ გეთქვა უარი რა მოგივიდა რა. ხო შეიძლებოდა რა. დენის დარტყმას ხო შეიძლება. ხო შეიძლება. ეს ისწავლი ხოა. გეჭიროს და ხელი. აღარ დაგავშა. ისწავლი ისწავლი თუ გენაცვალოს დედა. დედაშვილი სამოდელო სააგენტოში. გამოიარე. დაფიქსირდი. შეტრიალ. დიდი ხანი ხარ დაფიქსირებული, არ გვინდა ამდენი კაცო. წამოვიდა მეორე, არ დაეჯახო. ამოდი. კარგია. კარგია. და მიხვდი ახლა რომ უნდა წამოხვიდე კაცო. აჰა. კარგი. არ შეტრიალდე? შემოტრიალდი დადექი. შენ რა ჭამე? ცოტა. რამდენი ჭამე ციციბურა? 18. რამდენი? მე ხო გითხარი 11 მარცვალზე მეტი არ შეიძლება. 18 რა არის? ამდღარიყავი და შაურმა გეჭამა ბარე. გახჩობს ქოლესტერინი ვერ ხედავ? ჰა? აი შენ თუ ასე გააგრძელებ ყვებას, ვიქტორია სეკრეტი კი არა, ვიქტორია სეკურიტის დაცვაში არ აგიყვანენ. კაი, ამოდით აბა სამივე. ხვალიდან დაიწყე. ხო, დამენახეთ. ისა ის შავები რა არის, ვერ გა, მაგრამ მე შავი მაცვია, მაგრამ შავები რაღაცა გახტრებს გაჩენთ? გამარჯობა. გოგონა, სად ამოხვედით? ჩამოდით რა. ერთი წუთით ბავშვმა იცის თავის ადგილი, ხო მე მგონი? რა ხდება? ეხლა რაღაცნაირად ძალიან მიტყდება და მედიდება მართლა. აუ დედა, შენ ხო დამპიდი რომ ძალიან მაგარ სამოდელო სააგენტოში მიგიყვანო და ეს გვაჯები ვინ არიან? დედიკო დაგვირდა ნამდვილად. ეს არ არის დედა შენი ადგილი, შენ უფრო მეტი გეკუთვნის, შენ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ და მე დარწმუნებული ვარ დედა რომ შენ შექმნი შენ ნამდვილ სააგენტოს, სამოდელო სააგენტოს, შენი დარი სხვა არავინ არ იქნება შვილო. შენ ხარ სასწაული ვიზუალის. რა დარებზე ლაპარაკობთ? რა ხდება გამაგებინეთ? დედა, ეს კეკელკა ვინ არის? გოგონა, ჩამოდი ქვემოთ ეხა და ენას მოუყელი ხელი საყარელო ერთი წუთით. სანამ ჩემ შვილს ჩაიყვან გაგეცნობით, მე ვარ გურან დუხტ ანდრონიკაშვილი და ეს არის ჩემი ქალიშვილი გოგუცა ანდრონიკაშვილი. რა ქვია? გოგუცა ანდრონიკაშვილი. ძალიან უხდება გოგუცა. ხო იცით რა არის მამამისი გლეხიშვილი იყო, ამიტომ ბავშვები ჩემ გვარზე არიან, მაგრამ დაივიწყეთ. კარგი და გავიგე, მაგრამ
მე რით შემიძლია დაგეხმაროთ? ნახეთ, გოგუცამ გადაწყვიტა რომ სამოდელო სააგენტო შეუერთდეს. ანუ მე ძალიან არ მინდოდა, ეს ძალიან დაბიო პროფესიაა. ვიცით კი ბატონო, მაგრამ იცით რა კითხვა გამიჩნდა? ვიღაც გლეხიშვილი ადრიანა ლიმა, რომელიც ვიქტორია სეკრეტის მოდელია, იმის მერე ჩემს შულს შეხედეთ, მის ვიზუალს შეხედე, გოგუცა. შეხედეთ, მას მე მგონი დიდი შანსი აქვს ამ ყველაფერში. მე მგონი სწორად ვფიქრობ. 1 2 3 4 გაიხედა, გამოიხედა, ჩატეხა. გასაგებია როგორ უნდა გაიალოს სწორად? მე ასწავლე დედიკო. აუცილებლად გაგოებო. მოკლედ ეხლა როგორც კი დამინახეთ, ვიცი რა შურის ამბავი და რაღაც თემები რო გაქვთ. ვიცი თვალებში შეგაჩნიეთ ყველაფერი, მაგრამ არ გეწყინოთ და დავქნათ ცოტა განსხვავებული ვიზუალი მაქვს. მე ნახეთ როგორი რომაული პროფილი მაქვს. აი რაღაცნაირი არისტოკრატული ხო გოგოებო? არა უშავს შვილო, მე და მოხდა დიდი სხვიდი გაქვს. არა უშავს რაღაცას. კაი, გოგონა, ერთი წუთი. პროფილი დაწოვე დედიკო გვერდზე. მოდი რა, გოგუცა წინ დადექი. ეს დამითვალე გთხოვ. 1 2 3 კი. ჩატყდა. ეგ არის. კარგი. გოგუცა, მომისმინე რაღაც კითხვები მაქვს. სიარული თუ იცი? ბატონო, შევი რა თქმა უნდა, დავდივარ 1 წლიდან. თან რაღაცა ფაჩუჩებით კი არა, იმენა ბიკეშტოკები დავიწყე ეგრევე სიარული. ბიკეშტოკები არ გამიხდია 1 წლიდან, ეგრევე ჩავიცი. ფერებში ხონდა. იცი რა გოგუცა და ქალბატონო გურანდო ხტყო? გურანდო ხტ. აი ესე რაღაცნაირად მსუბუქად რომ გითხრათ, მოდელისტანი არა აქვს თქვენ. სათათილო. კარგი, ანუ ამ ყველაფერს ჩემს გოგუცაზე იძახით. ითით რა, მე ვფიქრობ, რომ თქვენ საერთოდ დამწყები ხართ ამ საქმეში და არაფერი არ გაგეგებათ. იმიტომ რომ მაინც რო იცოდეთ გეტყვით. საერთოდ ადრე სავსე-ქალები იყო მოდაში და მოდა ბრუნავს. ნახეთ, მოდი სხვანაირად შევხედოთ. მარჯვნივ მარცხნივ ჩატეხა. იცი რა, მოდა შეიძლება ბრუნავს და რა ვიცი, ირანში შაჰის კარზე იყო ესეთი ქალები მოდაში, მაგრამ ვერსაჩეს და გუჩის კარზე რავი, ნაკლებად ალბათ. აი რამე სპარსეთის მოდის კვირეული თუ ჩატარდება, იქ შეგიძლიათ მერე წაიყვანოთ. კარგი, მაგას ჩვენ გადავწყვეტ საწავლებად. 1 წუთით. ბოლოს როდის იყავით ენდოკრინოლოგთან და პოდიუმზე? დაახლოებით 1 წელი ვიყავით ხო და 1 წელი მქონდა რაღაცა პაკაზები, ჩვენებები და რაღაცები და 1 წელი პაუზა ავიღე და რაღაცა შემემთხვა რაღაცა. რა შეგემთხვათ? ტრამა. ხო? ხო, ტრამა. რაღაცა მოტეხილობა მქონდა, კერძოდ მოტეხილობა. კერძოდ მოტეხილობა, მაგრამ რამ გამოიწვია ეს მოტეხილობა? მოკლედ, კაი და ხან ესე გაინტერესებთ გოგოებო. რას 1-2-3 წინ წამოდით? წავიდა, თავი აწიება, მე საშინელებაა, მაგრამ არა უშავს. მოკლედ გოგოებო, ეხლა გაჩვენებთ. პაკაზი იმედი იცით რა არის, ხო? ნუ შეიძლება იცოდეთ, მაგრამ მე გამოვდიოდი ხოლმე ჩვენებებზე, პაკაზები მქონდა რაღაცები და ხალხი ესება ამ ყველაფერს. ანუ მე როგორც კი აი ესე გაიწე იქეთ, გაიწე ხო და მიხვდა რაღაცას. გამოდი. როგორც კი აი ესე გამოვედი, დავდექი, ხალხს სუნთქვა შეეკლა. მე დავაფიქსირე სახე. მე წავიდა, დადგა, გაიხედა მარჯვნივ დაატყვევა, გამოიხედა მარცხნივ დაატყვევა, წინ პაუზა და 1 2 და 3 ჩატეხვა. და მერე რა მოხდა? მერე ძალიან მობივიდა ჩატეხვა და 6 თვე თაბაშირში მქონდა. კაი რასა. ხო, რაღაცა გოგოებო, დაიმახსოვრეთ რა, მე ჩემს საქმეში ვიყავი საუკეთესო. საუკეთესო თუ არ იქნება ფუჩია თქვენი ყველაფერი თქვენ. ვიღავი არა ხარ დედიკო. რა თქმა უნდა. ამ სფეროში საჭიროა გრძელი ფეხიც. გვაქვს. წელიც. და რაღაცა სტანდარტები გვაქვს, იცით, ამ სფეროში. რა სტანდარტები გვაქვს? გამოდი გოგუცა წინ. გოგუცა, მოდი დედიკო. მოდი. ხო, 90, 60, 90 უნდა იყოს სტანდარტი. დიახ, ვიცი კი ბატონო, 50, 60, 90. არა, ეგ მარტო ფეხი. თედაც ჩვენ სხვა რაღაცეებსაც ზომავთ, გურანდო. ვაი მე რა ზომავ კეკელკა. რაო? ვაიმე, ეს ყველაფერთან ერთად უზრდელიც არის. უზრდელი თქვენ თვითონ ხართ ხო ჩახდედიკო? გეხვეწებია ტემუდან გამოწელი გუჩები გაიხადე, გთხოვთ ეხავს. ვით გაჩვენა არ შეიძლება. რა ხდება? ვაიმე, სანტექნიკი მოსულა. კაი, აი რა. რა სანტექნიკი დათუნა? არ არის სანტექნიკი. ვისეუნება. წამოდი იქით არის მინდი გახეთქილი გაკეთებ. ვისეუნება. არ არის სანტექნიკი. ანუ დედას ყავს მოყვანილი ეს გოგო. მოდელობა უნდა სასაუბრე. ამაი მოდელობა უნდა.
ნუ გეხვეწები რა თავი არ გაუხადრო დედა ხაშრამა არ გინდა გოგო აუ და სიცოცხლეა ანუ მე 17 საუკუნე რო იყოს და მინდორში მარტო თამაშობდეს ანუ ლეკებიც არ მოიტაცებენ ანუ საკაჯეთი ვაფსა სასაფლეთია მართლა ვაი ეს ადამიანის ფეხებია და სახაშე ფეხები აი და კაი რა ხდება ვერ გავიგე აუ შენ ანუ ამ ფეხებით გინდა შეაბიჯო მოდი სამყაროში მოდი ვაღიაროთ გოგოებს იმედი არ ეწყინებათ მაგრამ კაცებს რა ვქნა გოგოებო ხოციანი ქალები ვევასებით მე მგონი კერავს დედიკო ქალო ხორციც არის და ხორციც მუხს ქვემოთ წლიანი დეტეული გაი გიშდები შენს იუმორზე ვაი მე თამარ შეიძლება შენი დამხმარე ვარ მაგრამ ეხლა მე მჭირდება დახმარება ხვდები უნდა გავიდე ხა ფეხებზე დიდი ეგო აქვს აუ დედა დაინახე თვალებით შემჭამა ხედავ დედიკო ესე ხდება ზოგადად კაცი ესე გკერავთ თავი არ დავიღალე გაუხადრო უკვე დავიღალე ერთი წუთით რა უფრო თვალსაჩინო რო იყოს ყველაფერი გოგუცა გამოდი და შენც მოდი წინ ორივე და მოიცა გოგო გასწავდი მხოლოდ არ მინდა ეს რაღაცეები გამოდი წავიდა წინ აქეთ რო ასწავლე ნორმალურად ჩატეხე ნორმალურად კაი ეხა ქალბატონო გურანდით შეხედეთ და რა სხვაობას ხედავთ მითხარით ღარიბი ოჯახიდან არის ეს გოგონა დაზუსტებით ხვდები და კუჭის პრობლემა აქვს ვაი მე როგორ მეწყინა არა მომისმინეთ ეს არის სტანდარტი ნახეთ 90 60 90 აუ ეს სასაშინელებაა ნახეთ აქ არ გვაქვს ციცით აქ არ გვაქვს ბევრად მეტი არ გვაქვს შევეხოთ მან ყველაფერი გვაქვს თან ულამაზესი ვაი მე ეს კიდე აქ არის ქალო აქ არის და თუნე აღარ შემიძლია ვაი თავი ქალბატონო ამხატეს ვერ ავიყვანთ ამ თქვენ გოგუცას ვერა აუ ვერ აიყვან არა მე თვითონ არ დავჩები აქ იგრამ მაკალი ხა ამ საბანძეთში დავჩეგაი როგორი თქმელი გოგოა აბა ერთი მოდით გოგოება გვერდით დაუდექით რა აჰა შანს გაძლევ მიდი აი იცი რა ხდება ეხლა თამარ აბა აი გუჩის კაბას რო შემოახბიო 10 ლარიანი დერმატინის კამარი აი ეგ საშინელება ხდება ძალიან ეხავს დერმატინის კამარი რო ხარ ეხავს ანუ ერთი წუთი შენ რო სარკეში იხედები ანუ იმის მერე ისევ იგივე ამბიციები გაქვს ღმერთო მესროლე თემუდან გამოწერილი რაღაცა იაფასიანი მეტეორი და მომკალი ეხავს და მასა ძალიან ხვალ ამომას ხა შემთხვევით შენ ვიღაცა ვიგინდა და ხვალ გონივად შენ ბანძო კუკლა შენ მომისმინე ხა კარგად მე პირველი ქართველიო ვისაც პირველი ბიკეშტაკები ეცვა გაიგე მაგით გავიზარდე და მე და დედა ჩემი ხომ სულ სოფლიო მოდის ბრენდებში და რაღაცებში ვარ გამოწყობილები სოფლიო გოს ფეხით მოვლილი გაიგე შენ გეტყობა შეშუპებული გაქვს შვილო ფეხები ანუ ერთი წუთით ახლა მე მგონი ძალიან ბევრს გითხრეთ ხო ანუ რა გამოდის რომ თქვენ ეს რაღაცა პილიანი სააგენტო პილიანი ანუ არ იყვანთ ჩემ გოგუცა ანდრონიკაშვილს ანუ თავარდის ქალს არ იყვანთ იცი რა ვერ ავიყვანთ სულ რომ ბაგრატიონები იყოთ ქალბატონო გურანდუხტ არ არის ეს თქვენი სფერო ანუ ჩემი გოგუცა არ არის? არა. ანუ ჩემი გოგუცასგან მოდელი ვერ გამოვა? ვერა, თქვენი სფერო არის რა ვიცი რა, გირჩევთ რა ვიცი, ფეხბურთზე შეიყვანა ეს. და ფეხბურთზე რატომ? ფეხბურთზე რატომ? რაგბიზე შეიყვანეთ პირველ ხაზში. რაგბიზე მართალია ძალიან კარგია, რაგბი კარგია. იმიტომ რომ გამძლე გოგოა ჯიჯგვი და რა გავიზრდ. შერკინებას. ეხლა მომისმინეთ. ფაინე. დროზე ეხლა ვითომ ეს სამივე ქალბატონი, ვითომ მოდელი გაათვრიეთ აქედან. და მოусმინეთ ჩემ გოგუცას. მოემზადეთ. გოგუცა ანდრონიკაშვილი გამოდის პოდიუმზე. წამოვიდა. ბაიმე დედა რა კაი გოგო. მეტი უფრო. დედა ღვთაებრივი გოგოა. პროფილზეც ილაპარაკეთ. რა პროფე არისტოკრატული. აი ხომ მსხვილი ფეხები აქვს, მაგრამ ძალიან ინდივიდუალურია. შენივით მსხვილი ფეხები. კოჭი როგორია? კოჭია, აი ესა ლაგოდეხის ნაკრძალის შლის კოჭია. მუხლები, ლამიწები, გადასარევი, ამი ასეთი არა. წელი გადათხელებული. პროფილში არ ჩანს. და რა კმაყოფილი. ინდოელი კურიერი და დაბოლილები. რა შვები? PlayStation-ს თამაშობ.
ხარ გააფრინე PlayStation-ი ვაფშე არა მაქვს. შენ რა PlayStation-ს თამაშობ? მოიცა აბა ეს რა? აუ რა კაცი რა ჩემპიონთა ლიგის თამაში გადის პირველი ტაიმი მთავრდება. აუ გიჟი ხარ იმენაც მაო. მეთქი რატო ვერ ვუტყავ შორიდან შენ? გინდა გაგახარო. გაგაბედნიერო გინდა? აუ სენაკის გააძრე? არა მოსაწებზე არ გეუნები. აბა მეჭეჭი მოიწვი? არა რა მეჭეჭი ბიჭო. აბა სხვა რა უნდა იყოს რომ გამიხარდეს შენ? შაურმა გამოვიძახე და მალე მოვა. შაურმა კაია. რამდენ ლარიანი გამოიძახე ძმა? ბიჭო, ისა, შენთვის 9-იანი და ჩემთვის 14-იანი და 9-იანი. 14-იანი 9-იანი რატო? ბიჭო, შაურმის ბულბულატორი უნდა გავაკეთო, აბა ისი არ ყოფნის პატე. აუ, მაგარი ერთი სული მაქვს ოდისმო. ნახე, აბა საგა. აბა ჩავხედო. აი, მოდის. მაგე ჩამოუხვია კორპუსთან. შეო მოვიდა სადარბაზოსთან ესე მალეში ჩავალ და არა მოიცა გაცდა სადარბაზოს მაო მოიცა კორპუსაც გაცდა მოიცა ბიჭო უბლიდან გავიდა აი მოუხვია მოიცა აი მოუახლოვდა კორპუსს შეო სადარბაზოსთან მოვიდა ეგ არის მოიცა აუ შეხედე კიდე გაცდა ბიჭო სადარბაზოს ნახე კორპუსაც გაცდა აუ გავიდა უბლიდან საწავიდა ეხლა აუ ნახე საწავიდა ბიჭო ვინ არის ჩემი დედაორი ბიჭო რა ჩაფხუტი რა ხურავს კი არა, რა ქვია მეთქი. ბიჭო, ჩაფხუტი ქვია მეთქი, ინდუელია ეხლა, რა გინდა ხო არ გა? სად დაგვენძრა ჩემი დედაორი. ნახე, წავიდა ჩემი დედაორი. ბიჭო, ეს 1 კილომეტრში ვერაგნებს სახლს და ინდუეთიდან საქართველოს რანაირად მოაგნოს მოვასკაფიც. ინდუეთიდან შაურმა არ ჩამოუტანია და იმიტომ შაურმა მოაგ მაშინ ყდებიან მაგენში. დაურეკე ინგლისური იცი? სოუ ვიცი მარტო, არ ვიცი, რა ვიცი, რა ინგლისური. აი დარეკე მე დამალაპარაკე. დაი და მოიცადე აგე კურიერთან დარეკვა, ოპ. Алло. Али мари хури este moniari monigo batti garahi ana huni ari muriani gitimeni batti garahi ai courier ai coming my friend ახე სათხარ Allo my friend I coming I tutti floor I'm coming Where are you tabachmela fopimido რა დაბახმენო location ხო გამოგიგზავნე როგორ Yes my friend I did faveno and courier pizza shawarma totti verati ana huna სათხარ ერთი წამი just a moment იმითიმრო just a moment შორსაჩვენებს თქო გამითიშა ბიჭო შენ ინგლისური გწოდნია რატო გაგითიშა რა მაგრა ელაპარაკი ყველაფერი გწოდნია ვაფშე რა ბიჭო თუ უკეთესად იცი დაურეკე და შენ აუხსენი შეჭი დავრეკავ ეხა მაცალე Allo. Yes, my friend. Toti bara piano tortino moto. Do you speak English? Yes. Yeah. What's your name? Do you speak English? Oh no, English no, my friend. No English, no. Russian? No Russian. No courier. You know Russian. French? No French, my friend. No French. No, yeah. Do you Indian? Yes, Indian. No Indian. No. აბა რა ენა იცი შეკარგმოთ შენ ვინ არის ეს ხოდამტანჯა იმე? ვისაგინებ. ქართული იცი ბიჭო ქართული. გესმის ქართული? No language, no Georgian language, no. I'm გინება გესმის შეკარგმოთ თუ რა არის? კიდე ახლა. გამიტიშო. აუ დამალაპარაკე ერთი წამით რა ამას Allo. Where are you? Where are you? Con ani Georgi Priano na videolo. Yes, my friend. Courier shawarma. სხვა დამალაპარაკე, ვინმე დამალაპარაკე. Just a moment. Yes, just a moment. Can other people talk? Yes, talk about. Excuse me. No, speaking. Hello? სადა რომელი ხარ? სად ხარ? We are in the same location at now. We are same time and we should go in there. Where is my shawarma? Yeah, we are trying to go in the location at the mall water at drinking my We are in the same location and we are same time and the courier. Yes, courier. Yes. Allo, გესმის? Allo. Back to Palo. რას მეუბნე? Allo, back to Palo. What? Tracipalo. Yes, Tracipalo. Yes. გათიშა ბიჭო, ჩემი დედა.
ნაუქნა შეშე რაგაცინებ შეჩემამ შეერი ვარ წამო უცებ დაგიმშვიდებ მაგნეროს გუნდს ერთი და всё წამში გადაგი გუნდს შეჩემა ნუ არ ეწევი ხო ხედავ გერებს კარგავ გუნდს რა კაი შენ მომეც 1-2 ჩაყრებაში წევან არ მოწიე შენში მოსაწევად არ მინდა შევჭამ ცუდათავა შეჩემ ერთ-ორ უკმას შევჭამ რაღაცას რა იყო რა არის რა გამოიზრახე დამალაპარაკე ერთ წამით აუ თან რამშია Алло. Переганы бисти бени батигараhi. Ana huni ari mariba togo you know batigarahi. Yes my friend. I coming. Listen to me. No me say Georgia people Arisman. Georgia people I love you Georgia people love you. Please take to talk David class Ramira. დამალაპარაკე Алло. Georgian people, Nazir, Georgian people, give telephone. Telephone. Just a moment, my friend. Just a moment. Hey, excuse me, and someone do me my partner. It's my best man. Courier. გისმენთ მაო გაუმარჯოს ვაიმე შემოგევლე სად ხარ ძმურად მითხარი სად არის კურიერი მეოთხე მასივი მე-13 კორპუსი ძმა Yes მეოთხე მასივი ბიჭო არ არის ჩემთან უბანში ეგ კორპუსი მეოთხე მასივი სად არ არის მაო აქ დავიბადე გავიზარდე მეოთხე მასივი მე-13 კორპუსი სად არის რომელი მასივი რომელი სად ხარ რა ვარკეთილია ძმაო ვარკეთილი ხო ვაიმე ხوارგა ბიჭო რა არა შენ არ გეუბნები იმას უთხარი გეხვეწები დიღომში გამოვიძახე და შეგიძლია რომ გამოუშვა აქეთ ხო არ არის პრობლემა მაშინ ჩერეზღვით რო წამოვიდე საიგრევეთქვი friend არა მოგამისინეს ხო არ უთხრა გეხვეწები ბადოში არ წავიდეს აუ გათიშა okay thank you very much აი არ ვიცი რა შენ ზმა ეს კურიერი რომ მოვაჭამ თავს იმენა მაგრამ მე შაურმას რომ ვეღარ შევჭამ მაგრამ როგორ რაღაც შეიძლება იცი ანუ ჯერ შაურმას შევჭამ და მე თუ დავჩადგილი თავსაც მოვაჭამ წამო გიხვეწები ჩავარტყათ რა სანამ ის მოვა მაჩვენ ერთ ლოკაცია სად არის გადახედე ჰა აუ ეს რა შვება შეჩება რა შვება მოდის ჩერეზღვით მოდის მე შეჩება მე რა როცა მოვა მოგორ ხომ მოდის და როცა შეჩება პირდაპირ სხვა გადმოვაჭრა რა რით მოდის ვინ ჩემი ფეხებია რა არის ბიჭო ეს წამოდი გუნდს გვინდა ერთი დაგიმშვიდო ნერვები და მე მივხედო მოდი აქ ამაკ მე გირეკავ შეჩება მოდი დავახ შენ უპასუხე. ალო გამომაფხიზლა ბიჭო რა გინდოდა შენ ხო ვიყავი რა ალო where are you Hey brother, listen to me. I have idea, a good idea. Torn TV on Abu Selizet-Peli 13R. What? Abu Selizet-Peli 13R. Torn TV video, Torn TV. Torn TV ტელევიზორია, მეგონა ტელევიზორი ჩართული მაგას გეუბნები, Torn TV. Yes, Torn TV, I TV პირველი. Yes, Abu Selizet-Peli 13R. ჩვენ ვწყვეთ გადაცემას და ვაცხადებთ საგანგებო ინფორმაციას. სტუდიაში შემოვიდა ინდოელი კურიერი, რომელიც ვერ ასახელებს სად და რატომ მიდიოდა. თუ იმეს გეცნობათ ეს პირი ან გამოძახებული კერძი გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ტელევიზიის ცხენას. Yes my friend, I don't Abu Selizet-Peli 13R. Beautiful girl, Magda beautiful girl, good baraki. Ana huni esti meni batigarahi. Oh yes, I'm sorry. Რავალშვილიან დედას ხელს სთხოვა. ეხლავე. აუ ბეკუ, მადლობა. როგორ ახარ ჩემო ციდან თემქის მესამე მიკრორაიონში ჩამოფრენილ ანგელოზო? აუ როგორ მიყვარს შენი კომპლიმენტები, გიჟდები ბეკა. არაერთს მოისმენ დღეს ხვალ და მთელი ცხოვრება. იმედია, მოდი დაჯექი. მადლობა. უჩვეულოდ ვარ, იმიტომ რომ ამდენ ხანია ურთიერთობა გვაქვს და პირველად ვარ შენთან სახლში. და იმედია უკანასკნელად არა, ბეკო. უკანასკნელ არა, რა უნდა მოხდეს ახლა რომ შენთან ურთიერთობა გავწყვიტო, ჩემო დუბაის შოკოლადზე უფრო გემრიელო. ისინიც ეგრე ამბობდნენ. ვინ ისინი? არავინ, სულები.
ცოტა მაშინებ თამარ, მაგრამ არა, ეს შიშიც მიყვარს. თამარ, შეიძლება ცოტა ჩქარო, მაგრამ ხელისათხოვნელად მოვედი რა. მინდა რომ ჩემი და შენი ეს სპექტაკლი ურთიერთობა. როგორი? სპექტაკლი. რა სიტყვა თქვი? სპექტაკლი თქვი? სპექტაკლი. რა სპექტაკლი? აუ ბეკა რა სპექტაკლია? გაგძელე ვიდი სპექტაკლია? ვიდი, გაგძელე ხო რა საყვარელი ხარ? ჩემი და შენი სპექტაკლი აღარ თქვი. ეს ურთიერთობა რომ გავაოფიციალურად და თანაცხოვრებაში რომ გადავზარდოთ რა. ანუ რას ამბობ ხა რომ ხელს თხოვ? აუ კაი რა. აუ ბეკა, იცი მე და შენ პატარები აღარ ვართ. ნუ შენ კი, მაგრამ ანუ აღარ ვარ. და რა ვიცი, ძალიან და ბოლომდე ვიცნობდეთ მაშინ ერთმანეთს. იცი სანამანავიც გადავდგამთ. თანახმავარ. და მოდი ისეთი რაღაცეებიც ვუთხრათ მაშინ ერთმანეთს, რაც აქამდე არ გვითქვამს. ოკეი, მე დავიწყებ მაშინ, კაი? კაი, დაიწყე. იცი, საღამოობით მიყვარს დალევა რა. ცოტა სვამ ხოლმე, ალბათ კი არ გადავთვრები და რაღაც, მაგრამ ცოტა სვამ რა. უნდა გამიგო რა უკთა. ნუ კაი, რადგან ამ ხელას საიდუმლოს ახადებ არ და მაშინ მეც გეტყვი. გათხოვილი ვიყავი. ოპა. არა უშავს. თანამედროვე ბიჭი ვარ, ჩემამდე რაც იყო, არ მაინტერესებს სიმართლე გითხრა. აუ რა საყვარელი ხარ, შვილიც ყავს. ოპა, ეს უკვე აზარჩი გადაიზარდა. არა უშავს. კარგია. მე ძალიან მიყვარს ბავშვები და შენსაც ისე შევიყვარე როგორც საკუთარს. მე სიმართლე გითხრა, ძალიან მინდა ბევრი შვილი მყავდეს. ბევრი შვილი? ბევრი თქვი? ბევრი ვთქვი. აუ მაგოცნებასაც ძალიან მალე აგისრულებ, ბეკუ. არა, მალე ახლა მაგათ რო ჭირდება ახლა. არა, ეგრეც ნუ იტყვი. რამდენი შვილი ყავს? ცოტა. ცოტა რამდენი? ნუ ცოტა. მოდი ანა. ვაიმე, ეს არის ჩემი პატარა. გამარჯობა. მე ბეკა მქვია. მე ანა. ვაიმე, რა საყვარელი. ხო საყვარელი, ეს როგორ არ უნდა გიყვარდეს. უკვე მიყვარს, როგორც საკუთარი ისე მიყვარს, ძალიან ლამაზია. შეიძლება ეზოში ჩავიდე. კი, შეიძლება მოიცვი რამე და დიდი ხანი არ გეჩერდა. ხო, სიცივია და მოიცვი. აი ნახე უკვე. აი, ახლა ზრუნავ ხო რაღაცნაირად. ძალიან საყვარელია შენ. ძალიან საყვარელი. მე მგავს. შენ გავს. შენ სამი ლამაზია. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან დიდი მადლობა. გამარჯობა. ვახ, ჩემი. ოპა. თამარ, ქმარიც თუ ყავდა რატო არ მითხარ? არა, ბეკა. ქმარი არ მყავს, ხო გითხარი გავშორდი. ეს არის გიორგი, ჩემი შუათანაშვილი. შუათანა? ბეკა. სასიამოვნოა. ბეკა. ამაზე ხო დახუჭავ თვალებს. კი დავხუჭავ თვალებს, მაგრამ გამოჩნდება დედას გეფიცება. ანუ ისა, ანუ ეს თუ შუათანა, ანუ უფრო დიდიც ნუ ერთი დიდი და იმის იქეთ დიდი 3 წელიწადში გამოვა ციხიდან, რაღა დარჩა რა. გასაგებია. ეს არის დედა? ხო, ეს არის ბეკა გიორგი. სასიამოვნოა. სხვათა შორის შენ თუ მართლა გიყვარს დედაჩემი, ჩათვალე რომ მეც მიყვარხარ. მამა. მამა ისა. რომელ წლიანი ხარ, ბიჭო? მამა გენაცვალეს. 88-იანი რა. ხო და შენ რო პირველ კლასში შეხვედე, მე მაშინ დავიბადე, ამიტომ ეხლა შენ რა გინდა თქვა რომ დედაჩემთან ურთიერთობას არასერიოზულად უყურებ? თუ რა ხდება? შენ ერთი რამე დაიმახსოვრე ძმაო, დედაჩემის თვალზე წრემლი რო დავინახო, იცოდე იცი რას ვიზავ? რას იზავ? აუ დე. მიყვირა. ბეკა, როგორ ელაპარაკები ბავშვს? რა ბავშვს, გოგო? ხო. 10 ლარი მინდა სიგარეტისთვის რა. ვაიმე, მიშიკო, დილით ხო მოგეცი 2 პაჩკის ფული? და სამი პაჩკა მინდა დღეში, გამარჯობა. გამარჯობა.
ძალიან ბევრ სხვა არ ეწევი შემთხვევით. ეს მიშიკოა ჩემი სულ პირველი არა და იმის შემდეგი შვილი. ეს არ არის ხო ის ციხიდან რომ გამოვიდა ეს არის. ის არ გამოსულა ჯერ. არა. კაი ბიჭია ზე ძალიან. ხო, კაი ბიჭია. ჩემთვის მნიშვნელობა კი არა, რომელი შენი ქმარი გამზდის მე. კარგი ბიჭია, სიგარეტი ხო არა გაქვს? არ ვეწევი. ეწევი? გაგიგზავნები, გინდა? ესე რა ქვია, თამარ ეწევა შენი შვილი სიგარეტს? უთხარი ცოტა თავი დამალებოს, ცოტა მეში. ანუ ბექა, ეხა რაღაცა შენიშვნა მომეცი უცებ ესე გავიგე თუ? არა რა. ანუ შვილის აღზრდის მეთოდებს მიწუნებ თუ ვერ გავიგე ბექა რა ხდება? არა, კი არა. დაიმახსოვრე, ჩემი შვილები ჩემს თვალწინ ვერასდროს ვერ მოწევენ. აბარა. გასაგებია. ანუ არა გაქვს, ხო? არა. გაგიგზავნები რა? მედი ჩაგიგზავნები მაღაზიაში. თუ გინდა თუ ვიცელკებ ტაკოზე მომწეყო. აი მე მიშიკო. აჩმა ბიჭო. რა ტაკოზე მომწეყო? რამდენი წლის ხარ? 26. ჩემი ტოლი თო. გინდა ვიძმაკაცო. ვიცი ერთი ძამი რა უნდა იძმაკაცო ბიჭო, მამა ჩვენი. ხო, მამობა უფრო გინდა თუ ძმაკაცობა? რა მე გარეთ უფრო მინდა. რომ არა, მომისმენთ, აქედან გარეთ ვერ გახვალ, იმიტომ რამდენი გავიდა, გარეთ არავინ აღარ შემოbrunებულა, მე შიგნით. ამიტომ იმ ორიდან აირჩი. ძმაკაცობა თუ მამობა? რა ვიყოთ ძმაკაცობა? ნახე მყავს. ბოზების დღეს შენიხდი. დიაგი, რა ხდება? ვერ გავიგე, კაცო. რა მოხდა? დიახ, yes, და არიგატო. წყალი შეიძლება წყალი მა? მოიცომა. დავშნები რა ხდება, კაცო? თამარ, ესა რა მაინტერესებს, თავისუფალ დროს ასაკეთებდი. ვერ გავიგე. ანუ თავისუფალ დროს ასაკეთებდი. ბექა რაღაცა არასრულად სვამ კითხვას და ვერ მივხვდი რას მეკითხები. თამარ, რამდენი ბავშვი გასაგებია, მაგრამ ამადგან თავისუფალ დროს ასაკეთებდი. ბექა დაწყნარდი, რაღაცა შოკი გაქვს შენ მეგონი და გაგივლის, ნუ გეშინია. არა უშავს მეგობარო, სხვათა შორის ეს შოკი. ბევრ ზუსტად აი მომენტში ქონია და ვერავინ ვერ გადაიტანა. აბა შენ როგორ გადაიტან მაინც? გიორგი, რა ხდება? ვერ გავიგე, რეც ეუბნები, კაცო. აუ თამარ, ესა მე მგონი ვიჩქარეთ და არაფერი არ გვიჩქარი. შეიძლება წავიდე. შვილები არ გინდა? თამარ, შვილების ხამი ხარ, გოგო რა ჭირს რა? აი მე რა ვიცი რა, ჯერ კიდე შემილია სამი შვილის გაჩენა და სანამ ჯანი მაქვს, გამომიყენე გი. თამარ, ერთი წამით, ახლა ანუ სხვისი შვილების გაზრდა თუ მომიწევს, ესე იგი რა გამოვიდა, რომ კაცი დეიდან ატოვა? ანუ აუ რა დეიდან ატოვე? წავალ რა გიხვეწები რა. ანუ შენ ხა უნდა წახვიდე? ხო რა, წავალ, ჯობია, ესე დამთავრდეს ჩვენი ურთიერთობა. ანუ მე მტოვებ. ხო. კარგი, მე მტოვებ, გასაგებია, მაგრამ ბავშვები არ გეცოდება. მეცოდება, მაგრამ ჩემი თავი უფრო მეცოდება, თამარ, გიხვეწები. აპატიე რა. არ წახვიდე რა, ბექო. არ წახვიდე, მამა. ვაიმე! გამოხვედი. სვაბოდა! როგორ არ გემოვიდა? არა, აქ მოდი, აქეთ მოდი, მოდი. გუჯა. გაიცარი, ჩვენი მამიკოა. ახალი მამა! გუჯა, ნახე დრაკონი. ვაიმე!